მოგესალმებით ეთერშია სტასუტების საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული. მაშინ როცა საქართველოს უზრუნველყოფს 7 ქვეყნის შავ ზღვასთან კავშირს, შავი ზღვის საკითხებს საქართველოს გარეშე განიხილავენ. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისივე თქმით, ევროპული ბიუროკრატია საუბრობს ქართველ ხალხზე ცალკე და ხელისუფლებაზე ცალკე. მაშინ როდესაც ქართველმა ხალხმა საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მყარად გამოუცხადა ნდობა. ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე ევროსკოპის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს. გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს. მისი თქმით, ევროკავშირში იმსჯელის იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მოქმედება ისე, რომ ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელების ეტაპზე შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომელთაგანაც ამჟამად სირთულეები არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით. ეუთოს რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. უბრალოდ გულდასაწყვეტია, როდესაც ორგანიზაცია, რომელსაც არჩევნების დაკვირვებას ვანდობდით, სიცრუით და ტყუილით გაჯერებულ რეზოლუციას იღებს. რა სანდოობა უნდა ჰქონდეს ეუთოს ამის შემდეგ, ან როგორ უნდა მოიწვიოს ნორმალურმა განვითარებულმა ქვეყანამ იმისთვის, რომ შენს არჩევნებს დააკვირდეს. ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ეუთოს რეზოლუცია სიცრუეზე და ცილის წამებაზეა დაფუძნებული. კალაძე აღნიშნავს, რომ არ არსებობს არანაირი ევროპული სტანდარტი და ვისაც ძალა აქვს, ის იღებს ყველაფერზე გადაწყვეტილებას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც იდენტიფიცირებულია ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ. გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ვალდებულებებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს იმას, რასაც თვლის სწორად. ევროკავშირი დგას იქ, სადაც ყოველთვის იდგა, ქართველი ხალხის გვერდით. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება კი არ დგას ქართველ ხალხთან. ასე შეაფასა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლელოს წევრმა თაზო დათუნაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირის კავშირი აღარ აქვს და არც მისი მხარდაჭერა სურს, თუმცა დასძინა, რომ მხარს უჭერს ქართველ ხალხს. დათუნაშვილის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ქართველი ხალხის მხარდაჭერას განაგრძობენ და ეს ყველა მათ ქმედებაში აისახება. საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობა აქცია კრიმინალურ სინდიკატად, რომელიც რუსულ ინტერესებს ემსახურება. ევროკავშირი დგას იქ, სადაც ყოველთვის იდგა, ქართველი ხალხის გვერდით. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება კი არ დგას, განაცხადა დათუნაშვილმა. 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე იყო ზეწოლა, რათა ეიძულებინათ, რომ საკუთარი ანგარიში გაეყალბებინა. ახლა როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ვუყურებთ, გვიჩნდება კითხვა, რამდენად იქნება მომავალში ეუთოს სადამკვირვებლო მისია მდგრადი და მტკიცე ზეწოლის წინააღმდეგ. ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეკითხვას. 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აპირებს თუ არა ხელისუფლება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მოწვევას. პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციამ შეურყია რწმენა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რომელიმე მისია ზეწოლის წინაშე მტკიცე იქნება. პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია ერთ-ერთ სასტუმროში შეკეტილ ოთახში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლას ახდენდა, რათა მათ ანგარიში გაეყალბებინათ. სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკაბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც ის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს ვერ გაჩუმდება, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია. სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული. მაშინ, როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს. თუმცა ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია. დემოკრატია ნიშნავს ამ მომრჩეველთა გადაწყვეტილების პატივისცემას, არ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის პოლიტიკურად ხელსაყრელია, განაცხადა მაკაბოჭორიშვილმა. კაია კალასის ეს განცხადება ანტიდემოკრატიულია. ასეთ ადამიანს ქართველი ხალხი მიაჩნია უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმის უნარიც არ აქვს, რომ საკუთარი ხელისუფლება თავად შეარჩიოს. დიდი საფრთხეა, როდესაც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობაში დღეს წარმოადგენს ადამიანი, რომელსაც ანტიდემოკრატიული აზროვნება აქვს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით ეს არის სამარცხვინო განცხადება. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ
კაია კალასის დამსახურებაა იმაში, რომ დღეს ევროკავშირს ასეთი თავქარიანი საგარეო პოლიტიკა აქვს. მისი თქმით, ევროკავშირში იმსჯელის იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მოქმედება ისე, რომ ქართულმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელების ეტაპზე შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომელთაგანაც ამჟამად სირთულეები არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ყოველთვიურად 12 წერტილში ახორციელებს. შავი ზღვიდან აღებული სინჯების საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. კვლევები განსაზღვრავს ჰიდრობიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის 13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადს, ასევე სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას. სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება. ნათქვამია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების მორიგი რაუნდი დაასრულა, რომლის დროსაც ჰორმუზის სრუტესა და სანაპირო ზოლთან ახლოს ათობით სამხედრო სამიზნეზე მიიტანა იერიში. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული. 7 საათიანი ტალღის განმავლობაში ამერიკის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა, დრონებმა და საზღვაო გემებმა ირანის რაკეტებისა და დრონების ობიექტების, საზღვაო შესაძლებლობებისა და სანაპირო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ ზუსტი საბრძოლო მასალა გამოიყენეს, რათა კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობა საფრთხე შეექმნას კომერციულ გადაზიდვებსა და სამოქალაქო ეკიპაჟებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტებისკენ მიმავალი და იქიდან გამომავალი გემების საზღვაო ბლოკადა განაახლა. ცნობისთვის, ზედიზედ მეოთხე ღამეა აშიში ირანის წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ იორდანიის ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრ აიმან საფადისთან შეხვედრისას ირანის მიერ ქვეყანაზე ბოლო დროს განხორციელებული დარტყმები დაგმოდამად მიუღებელი უწოდა. ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს ორმხრივი და რეგიონული საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის ირანის რეჟიმის მიერ საზღვაო გადაზიდვებსა და რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმები. სახელმწიფო მდივანმა დაგმოეს თავდასხმები, მათ შორის ირანის მიერ იორდანიის ტერიტორიაზე მიუღებელი დარტყმები. აღნიშნულია ინფორმაციაში. ბოლო დღეების განმავლობაში ირანმა არაერთხელ მიიტანა იერიში იორდანიის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. ირანის არმიამ განაცხადა, რომ დრონებით დარტყმები განახორციელა იორდანიაში მდებარე ალ-აზრაკის საჰაერო ბაზაზე, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აქტივებია განთავსებული. ირანმა ბოლო კვირაში 7 კომერციულ გემზე დარტყმით მშვიდობიანი მოსახლეობა მიზანში ამოიღო, რის შედეგადაც ეკიპაჟის 10-მდე წევრი დაიღუპა, დაიკარგა ან დაშავდა. ამის შესახებ აშიშის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა ადმირალმა ბრედ კუპერმა განაცხადა. ბოლო 7 დღის განმავლობაში ირანმა მშვიდობიანი მოსახლეობა რეგიონის მასშტაბით მიზანში განზრახა მოიღო. თავდასხმა განახორციელა 7 კომერციულ გემზე, რის შედეგადაც სამოქალაქო ეკიპაჟის 10-მდე წევრი დაიღუპა, დაიკარგა ან დაშავდა. აღნიშნულია კუპერის განცხადებაში. მისივე თქმით, ირანმა ასევე მეზობელი სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით ათობით რაკეტა და დრონი გაუშვა. ირანულმა ძალებმა ასევე მეზობელი სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით ათობით რაკეტა და დრონი გაუშვეს. ამერიკის შეერთებული შტატების ძალები ირანს პასუხს აგებინებენ ამ გაუმართლებელი აგრესიისთვის, რომელიც კვლავად საფრთხეს უქმნის უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს. აღნიშნა კუპერმა. ამერიკის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშიში მომავალ კვირას ირანის ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დაარტყამს, თუთა ირანი მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდება. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.